მე რამდენად შეიძლება რომ სერიოზული სახე იყოს ამ აქციებმა და როგორ ფიქრობთ ექნება თუ არა რეაგირება ხელისუფლების? ბატონო ამიტომ შეიძლება კამერების კერულ ისაუბროთ. ხო და ამიტომ აქ დაჯექი რა წინ რა. სხვაშორის უნდა გითხრათ რომ თქვენ დასმულ შეკითხვაზე ასეთი პასუხი შემილია გავცნობ ბოლოდან დავიწყო. კითხვა იყო ასეთი რეაგირება ექნება თუ არა ხელისუფლებას. ხელისუფლებას უკვე აქვს როგორც ჩანს რეაგირება. გარკვეული პროცესები მიმდინარეობს და ზოგიერთი მსხვილი ფიგურის მოშორება ხელისუფლებიდან და რეორგანიზაციის დაწყება როგორც რეგიონალურ მმართველობაში ისე თვითონ პარტიის შიგნით ამას მოწმობს. სხვა საკითხია რამდენად აქტიურია ეს და რამდენად ორიენტირებულია ასე ვთქვათ სწრაფ შედეგზე. მე უნდა გითხრათ რომ მიუხედავად გაუთავებელი ლაპარაკის ემის თაობაზე რომ თქვათ უმუშევრობის პრობლემა არ გადაიჭრა და ეს ბრალდება იმას რომ ინვესტიციები არ არის ქვეყანაში ისეთი რაოდენობით და ასე შემდეგ. ეს არ არის მთლად ბოლოდების სიმართლე. ამას რატო ვამბობ? ორი უზარმაზარი პროექტი, რომლის ერთის თაობაზე თქვენ გსმენიათ არაერთხელ, მაგალითისთვის მომყავს. ეს არის თქვათ ავტობუსების ქარხნის პროექტი, ინდუსტრიის განვითარებას გულისხმობს. მეორე ელმავალების შემქმნელი ახალი ქარხნის პროექტი. უზარმაზარი ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გამო და არ გამოვრიცხო რომ მეხუთე კოლონის მუშაობის გამო დღემდე განხორციელების სტადიაშია. ასე ვთქვათ, დღემდე საბუთების სტადიაშია. და გრძელდება ეს უკვე წელიწად ნახევარია ზოგიერთი ასეთი და ამდაგვარი პროექტი. მე ამით იმის მინიშნება მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ მთავრობა ცდილობს ერთი შეხედვით რომ გააკეთოს მწვანე შუქი აუნთო ასეთი ტიპის პროექტებს, მაინც დღემდე ეს ყველაფერი არის ჯერჯერობით საბუთების დონეზე. ანუ ჩემი ნათქვამის რეზიუმე რო გავაკეთო თავიდანვე, ესე იგი მთავრობა ცდილობს ეს ცვლილებები განახორციელოს, ცდილობს საზოგადოების ინტერესი განახორციელოს, მაგრამ როგორც ყველაფერში, მათ შორის სამართლიანობის აღდგენაში ეს არის პასიური, დუნე და ხშირ შემთხვევაში უნიათო ქმედება სამწუხაროდ. ხო. ხელისშემშლელი ფაქტორები ბევრია ხელისშემშლელი სუბიექტურიც არის, ობიექტურიც არის, საერთო ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში, აქ დაშვებული უმსხვილესი ეკონომიკური შეცდომები, ესე იგი ასე ვთქვათ, არაპროფესიონალიზმი, არასწორი საკადრო პოლიტიკა, მეხუთე კოლონა, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველაფერი უბედურება რაც ხდება, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს, საქართველოში უნდა მოხდეს აუცილებლად როგორც ყოველთვის. აი ეს ბარიერები მაშინ რატო არ ხსნიან? თუ მცდელობა აქვს, ესე იგი რაღაცა დამოყოლების მოხსნაც უნდა უნდოდეთ. მათ ინტერესში არ შედიოდეს. როგორ არ უნდა შედიოდეს? ახლა მაგალითად თქვენ მაგალითად როგორ გონიათ რატო გადააყენეს ვიცე-მერი მარგიშვილი? აი ხო მოულოდნელია გადააყენეს კაცი და რაღაცა სამსახური შეუქმნეს შეფუთის. მარგიშვილი გადააყენეს ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი ტიპის პროექტების ტორპედირებას ახდენდა. და მარგიშვილი არის ესე იგი მანიშნებელი ფიგურა, მსხვილი ფიგურა და ბევრი ასეთი ჩინოვნიკი. ეხლა მათ ხელშია რომ ამ მეუბნები არა სწორია, მათ ხელშია. გადააყენეს მარგიშვილი, მაგრამ შეუქმნეს სამსახური. ეს ხო ცინიზმია. თუ არ ვარგა ეს კაცი ამ ადგილზე, სადაც იყო, თუ არ ვარგოდა კულტურის მინისტრის მოადგილედ რა მრეწველობას აღორძინებს საქართველოს, თბილისისას. ხო ტყუილია ეს ამბავი. აი ეს არის პასუხი თქვენ კითხვაზე. ერთი ხელით ვითომ რაღაცის გაკეთებას ცდილობენ და მეორე ხელით იქვე უშვებენ შეცდომას. მათ ხელშია, მაგრამ ბოლომდე არა. სთვის აინდოტი რომ არის, იცით, ჯინზე, ქუთაისელ ჯინზე. იცი? გადავარდა ჭიჭიკია ხრამში მანქანით და ხეზია ჩამოკიდებული მანქანა დაიმსხვრა და მერთო გადამარჩინეო და ჯინმა ჩაუფრინა ამ დროს ჯინმა. ხო და ეს ჯინი ეუბნება ჭიჭიკიას გაუშვიო მაგის ხელიო და მე გადაგარჩენო. ხეს გაუშვიო ხელიო. და ჭიჭიკიამ გაუშვა. ჩავარდა და გასკდა ჭიჭიკია ქვემოთ და ეს ჯინი ჰაერში კიდია და ხელებს ესე აკეთებს და
არ გამომდის, მაგრამ ვერ ვეშვები. აი ესე რა. ვერ მოშვებაზე თლათ არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეუძლიათ ბევრად უფრო ეფექტურად იმუშაონ და ის დაპირისპირება, რომელიც ხელისუფლებაში არსებობს და ის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, რომელიც ჩამოგითვალე, აი ამ შედეგს კეთილ შედეგს პრაქტიკულად ხას უსვამს. ეს მაგალითი იყო, ესე ვთქვათ, დამახასიათებელი მაგალითი და ეს ყველაფერი დანარჩენი ამაზე შეიძლება გაუცებლად ვილაპარაკოთ. ეფექტიანობა ჩვენ ხელისუფლების იმ დოკუმენტში ციდება, რომ მათ არ აქვს საუბარი დღევანდელ ოპოზიციასთან, ხელისუფლების მართავნახის ახალგაზრდების ჩვენ ოფიციალური ოპოზიციაა და არანაციონალური მოძრაობა და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაიზარდოს ეფექტიანობა ხელისუფლების ისინი დაჭდნენ მაგიდასთან მოლაპარაკებლის ოპოზიციასთან? შეიძლება არ არის გამორიცხული, რომ ესეც იყოს ერთ-ერთი კარგი ჟესტი მხოლოდ. მაგრამ თავარი არის რომ იმ პროფესიული რესურსის მაქსიმალური აკუმულირება რაც ქვეყანაშია. ჩვენ ხო უამრავი ადამიანი ყავს რიგ დარგებში მაღალი დონის პროფესიონალი, რომელსაც არ ვიყენებთ, ხელისუფლება არ იყენებს. და ხელისუფლება თქვენ იცით რომ ძირითადი აქცენტი უამრავ სამინისტროში არა ყველაში და უამრავ უწყებაში კეთდება ახლობლებზე და პირადი ერთგულების ნიშნით შერჩეულ ნეპოტიზმსაც არ ვიტყოდი მე ეს არის, მაგრამ ეს არ არის მთავარი პირადი ერთგულება. ამ ნიშნით შერჩეულ ხალხს, იმიტომ რომ ნეპოტიზმი როცა ნათესავი დახლობელი მოყავს ხო და მე ვიცი ნათესავები და ოჯახები, რომელიც პოლიტიკური ნიშნით გაყოფილები არიან, ამდენად ვერ მოიყვან იმას რა. პირადი ერთგულებას გულისხმობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი თვისება და პირადი ერთგულება არის მთავარი და ამ დროს ამ ფონზე მეორე ხარისხოვანია უკვე იქ მისი ინტელექტუალური მონაცემები და რაც მთავარია პროფესიონალიზმი. აი რამდენად საჭირო ახალი კადრების მოდინება ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ვიცით მართლა მოლაპარაკება დაწყებული დასადროდის წევრებთან, იმიტომ რომ მათ თქმით აკლიათ ინტელექტუალური მე ველაპარაკებ რასაც როდის რომ რამდენიმე წევრს ნუ ორს ხო და ასეთი ტიპის შემოთავაზება ჩვენ არ მეგვიღია უბრალოდ და გვითხრესო რას ფიქრობ დღევანდელ სიტუაციაზე როგორც თქვენ მეკითხებით ისე კითხეს იმათაც რასაკვირველია გაჩნდა აბსოლუტურად ლეგიტიმური ეჭვირო რადგან ესენი არიან ასე ვთქვათ გამორჩეული ადამიანები შესაძლებელია მათი გამოყენება მთავრობაში ეხლა ჯგუფურად მათი გამოყენება ცოტა უხერხული იქნება მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს ადამიანები გამოიყენონ ერთ-ერთი მათგანი გამოყენებულია ხო გედეონ ფოფხაძე მაგალითად ხო და არა აქ იმის ნიშანი კი არის იმით კი არ უნდა შეირჩეს ადამიანი ვინ იყო მაშინ რომელ შოუში მონაწილეობდა და ინტელექტუალურ თამაში უნდა შეირჩეს რამდენად პროფესიონალი ამა თუ იმ დარგის სხვა შორის უნდა გითხრათ რომ ამ თვალსაზრისით ბევრად უკეთესია არაპოლიტიკური ნიშნით შერჩევა, არამედ საქმის ცოდნის მიხედვით შერჩევა. მე წინააღმდეგი ვარ იმისა, რაც მოხდა მერიაში საკონკურსო ის რო ჩატარდა, როდესაც იქ მოხდნენ ესე იგი ასე ვთქვათ, გამარჯვებული კონკურსი გაიარეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მაგრამ მე დამაბრალეს რომ მე ვარ პარტიული ნიშნით წინააღმდეგი ტყუილია აქ იმიტომ რომ იგივე გარდაბანში მე მაგალითად თანამშრომლობ ზოგიერთ იმ ადამიანთან მხოლოდ ზოგიერთთან ვინც თავისი პარტიული პრინციპიდან გამომდინარე იბრძოდა და არა ვთქვათ უწესო ნორმებით მე ვამბობ რომ ის ადამიანები ვინც დღეს მოხდნენ მერიის თანამშრომელთა სიაში დიდი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობიდან დიდი უმრავლესობა მათი პარტიული აქტივისტები არიან დამთავრდა თორე იქ არის რამოდენიმე პროფესიონალი და ასე ვთქვათ იმაზე მე არ მექნება ლაპარაკი მე არაერთხელ მithქვამს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებით ლომის წილი დარჩენილია ძველი ხელისუფლებიდან ენერგეტიკის სამინისტროსი შერიგების სამინისტროსი მოადგილეები არა დეპარტამენტის თავმჯდომარეები სულ ყველა დარჩენილია ძველი დროიდან მაგრამ არასოდეს არ მithქვამს რომ ადამიანების ასე ვთქვათ პროფესიული მონაცემები დამიყენები არასოდეს არ დამიყენები ეჭვის ქვეშ დიდი უამრავი მათგანის ნუ არ ეხლა ზოგიერთზე შეიძლება ლაპარაკი ჩინოვნიკი არის ჩინოვნიკი და პირიქით კარგია თუ ჩვენ ჩინოვნიკურ ისეთ კასტას გავზდით რომელიც არ იქნება ჩამოკიდებული პოლიტიკაზე და იქნება თავის საქმეზე ჩამოკიდებული და სულ ერთი იქნება რომელი პოლიტიკური ხელისუფლება იქნება მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეზეა ლაპარაკი და ამას ხას უსვამ რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მერიაში ჩატარებული კონკურსის შედეგები კიდე ერთხელ ხას უსვამ
არაფერი მე ველოდები ხა როდის დაიწყება ლაპარაკი იმაზე რომ გადადგეს ფრანსუა ოლანდი. მე ვთვლი რომ ფრანსუა ოლანდი უნდა გადადგეს, რადგან ზურაბ აბაშიძე უნდა გადადგეს, ფრანსუა ოლანდმა ზუსტად თქვა და ამიტომ ისიც უნდა გადადგეს აუცილებლად. არ შეიძლება სხვანაირად როგორ შეიძლება ესეთი კაცი გავაჩეროთ ჩვენ ქართველებმა რომელმაც გაბედა და თქვა რომ ნატოში შესვლა დღეს და ხვალ ესე იგი ესე თქვა არ მოხდება და მოხდება ზეგ მაგალითად. ვერ გავაჩერებთ. მე წინააღმდეგი ვარ აი ამ გადაწყვეტილების კატეგორიული. რა უნდა ვთქვა ჩემო კარგო ეს ცნობილი იყო ისედაც. და ამას ჩვენ არაერთხელ ვამბობდით რომ ესე იგი ილუზიაში ნუ ვიქნები განუწყვეტელში. უბრალოდ ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ ზოგიერთი სხვა პოლიტიკური ძალა ეს ჭირდება რომ მუდმივად ამ ანკეზე ყავდეს ჩამოგიდებული საზოგადოების ერთი ნაწილი. მაგ სინამდვილეში ძალიან რთულია რომ დღევანდელი მონაცემებიდან ხა მე ისეთ რამეს გეტყვი რომელიც საზოგადოებამ შეიძლება არ იცოდეს. როდესაც ლატვია და ესტონეთი შედიოდნენ ნატოში მათ ორივეს ჰქონდათ წინა პერიოდში ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთთან. ერთს ჰქონდა მთელ რაიონზე ლატვიას და ესტონეთს ჰქონდა 25 კილომეტრიან გზის მონაკვეთზე. და საქართველოს ეს ამბავი არ გაჟღერებულა, ისე თქვა ორივე ქვეყანამ ამ თემაზე უარი და 2004 წელს მოხდა მათი გაწევრიანება ნატოში. ჩვენ მაგ შემთხვევაში აფხაზეთში და სამხატვრო არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა. ამიტომ არის ჩვენ ვართ ხა მე დამივალ მაგამდე. ესე იგი ლატვიამ სამუდამოდ აკარგა ის ტერიტორია, რომელზედაც მოგასცენეთ და ესტონეთის შემთხვევაში ესტონეთის ერთ-ერთ რაიონში გადაადგილებული ადამიანი იძულებულია რომ გაიაროს რუსეთის ტერიტორია, ჯერ გავიდეს ესტონეთიდან, რუსეთის ტერიტორიაზე გავიდეს, ისევ შევიდეს ესტონეთში. მაგრამ ამაზე წავიდა. რასაკვირველია, ჩვენ ამის ფუფუნება არავითარ შემთხვევაში არ აქვს. იქ არის ერთი ფრაგმენტი. და ის ლატვიის შემთხვევაში ის რაიონიც საკამათო იყო, იმიტომ რომ რაიონში უფრო მეტად რუსები ცხოვრობენ. ჩვენ არ აქვს ამის ფუფუნება. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პოლიტიკური კონიუნქტურა არ შეიცვლება, მუდმივად ვიქნები დამოკიდებული ამ კონფლიქტების თემაზე და უნდა ვიცოდეთ, აი ეს ჯობია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნატოსკენ სვლა არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი კურსი, მაგრამ ვიცოდეთ, რომ სვლა არის და არა პრესიერი შედეგი. აი ეს არის ნიშნულოვანი, ეს უნდა გააცნობიეროს ხალხმა. ვიღაცა იტყვის რომ მე რამდენი ხანი ვიაროთ, რამდენი ხანით საჭირო იქნება იმდენი ხანი ვიაროთ. 100 წელი, 100 წელი. იმიტომ რომ ჩვენ ალტერნატივა მართლა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა რომ მე მომხრე ვარ ყოველთვის რუსეთთან ლაპარაკის, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთს თვლის რომ საქართველოს ვერ იქნება მისი მოლაპარაკების სულ ესე იგი ვთქვათ სრულფასოვანი პარტნიორი. ეს უმცროსი ძმის მომენტი ფსიქოლოგიურად რუსეთისთვის არსებობს და რუსეთისთვის ასევე არსებობს ძალის დემონსტრირების და კუნთების მუდმივი თამაშის ასე ვთქვათ პრინციპი. აი შედეგად არის უკრაინა, შედეგად არის ის რაც მოხდა 2008 წელს და შედეგად არის სხვათა უბედურება რომელიც წინ კიდე ელის მსოფლიოს. ასე რომ აი ეს არის სვლა არის მთავარი სვლა მე ესე მგონია და ამიტომ ხალხი არც უნდა მოვატყუოთ, არც უნდა გაუჩინოს ზედმეტი იმედები. ჯობია ყველაფერი სიმართლე თავიდან ბოლომდე იცოდეს, ბევრად უფრო კონსოლიდირებული იქნება ამ შემთხვევაში ერი. Εγώ ვფიქრობ, თევადები რეალობით ჩემი სიტუაციით ქართული მთავრობა აქცევებს ამ სვლას ნაკეთებს. მე ვერ ვხედავ გადახვევას ამ გზიდან. გარდა მაგისა, უნდა გითხრათ, სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ საქართველოს მთავრობის სურვილს, ვთქვათ, გაუჩნდა ვიღაცას წველი სურვილი რომ არიქა, ესე იგი, უნდა შევხვდეთ 9 მაისს მანდამაის მოსკოვში. ვალდებულებები არსებობს დასავლეთის წინაშე ძალიან სერიოზული, რომელსაც ესე მარტივად ვერ გადაუხო. ამის თავზე მთავრობა ვერ იტყვის. ხმამაღლა ამ ამბავს. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ვერ მოხდება ეს ესე მარტივად. აი მოუნდა ვთქვათ, რომ ვიღაცას რო გინდა თუ არა, ეხლა უნდა გავხდე, ვერ გააკეთებს ამას. ვალდებულებები არის ისეთი, რომელიც დარღვევა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ზემოქმედებას საქართველოზე, ეკონომიკური სახით იქნება თუ პოლიტიკური სახით.